ღირსი პორფირი კავსოკალიველი. ლოცვა კურთხევა. ერთხელ მოხდა ისე, რომ ჩვენთან სენაკში არც ერთი უხუცესთაგანი არ იმყოფებოდა. ამ დროს ჩიტი შევნიშნე, რომელიც ვაზზე იჯდა და ნაყოფს კენკავდა. მაშინვე ავიღე ფიცარი, სამკვეთლო და ეს სურათი გამოვკვეთე. შესანიშნავი სურათი გამოვიდა. ჩიტი ცოცხალივით იყო ფრთა გაშლილი, ყურძენიც ნამდვილივით გამოიყურებოდა. როდესაც ერთ-ერთი უხუცესთაგანი დაბრუნდა, სიხარულით ვუჩვენე ჩემი ნამუშევარი. რა არის ეს, ვინ გაკურთხა? მკითხა მან და იქვე ორად გადატეხა ჩემი ფიცარი. რას ამბობთ, არ გეწყინათ უხუცესო? ვკითხე მამა პორფირს. არა, არ მწყენია. მივხვდი, რომ მონასტერში ყოველთვის სანამ რამეს გააკეთებდე, უნდა იკითხო და კურთხევა აიღო. ჰოდა იქ ისევ ცხოვრობდი, როგორც სამოთხეში, რადგან ჩემით არაფერს ვაკეთებდი. ყოველთვის ვეკითხებოდი და ლოცვა კურთხევას ვიღებდი. მამა პორფირი მადლმოსილი პიროვნება იყო. იგი სულიწმინდის მადლის მოხვეჭის ღირსი ადრეულ ასაკშივე გახდა. უხუცესის თქმით ცხოვრებაში მას დიდად შეეწია ორი რამ, რომელთა მეშვეობითაც მადლის მოხვეჭის ღირსი შეიქმნა. პირველ ყოვლისა ეს იყო მორჩილება. მამა პორფირი ამბობდა, ჩემი უხუცესების მორჩილებას სიხარულით აღვასრულებდი. მაგალითად ისინი მეტყოდნენ, ნიკიტა გაიქეცი სანაპიროზე და ტომრით ფქვილი წამოიღე. ეს სახელი მონაზვნად კურთხევისას მივიღე კავსოკალივის სკითში წმინდა მთაზე. ბოლომდე არ ქონდა უხუცეს სათქმელი დასრულებული, რომ მე უკვე სანაპიროზე გავრბოდი, სიხარულით ვასრულებდი მორჩილებას. მაშასადამე უწინარესია სიხარულით აღსრულებული მორჩილება და მეორეა განუწყვეტელი გონიერი ლოცვა, უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. უხუცესი პორფირი იესოს ლოცვას განუწყვეტლივ აღასრულებდა. სიყვარული ყველაფერზე აღმატებულია, მითხრა უხუცესმა ერთხელ და ამის შესახებ ასეთი მაგალითი გვიამბო. ერთი მოღვაწე ხუცესი ცხოვრობდა, რომელსაც ორი მორჩილი ყავდა. იგი დიდ ძალისხმევას იჩენდა მათ შესაწევნელად, რათა სათნოებებში წარმატებულიყვნენ. მაგრამ უხუცესი მაინც წუხდა მათთვის. ნამდვილად წარემატებოდნენ თუ არა სულიერ ცხოვრებაში, ჰქონდათ თუ არა მათ წინსვლა, მზად იყვნენ თუ არა ღვთისასუფევლისთვის. ყოველივე ამაზე იგი ღვთისაგან ნიშანს ელოდა, მაგრამ პასუხი არ ჩანდა. ერთხელ მწუხრე უნდა ჩაეტარებინათ სხვა სკიტის ტაძარში, რომელიც შორს რამდენიმე საათის სავალზე მდებარეობდა. ბერებს უდაბნოზე უნდა გაევლოთ და მოძღვარმა დილიდანვე გაგზავნა თავისი მორჩილი ბერები, რათა ადრე მისულიყვნენ ტაძარში და ყოველივე გაემზადებინათ. თავად უხუცესი კი საღამოს უნდა მისულიყო ტაძარში. მორჩილები გზას დაადგნენ და უკვე კარგა შორს იყვნენ უეცრად კვნესა რომ შემოესმათ, რომელსაც მძიმედ დაჭრილი ადამიანი გამოსცემდა და შველას ითხოვდა. წამიყვანეთ გემუდარებით, ამბობდა იგი. აქ უდაბნოში გამვლელი არავინაა. დამეხმარეთ, თქვენ ორნი ხართ, ამიყვანეთ და მახლობელ ხესთან დამსვით. არ შეგვიძლია, უპასუხეს მორჩილებმა. მწუხრისთვის ყველაფერი უნდა გამამზადოთო და წავიდნენ. საღამოს ღამისთევის ლოცვაზე უხუცესი იმავე გზით წავიდა. იმ ადგილს რომ მიუახლოვდა, სადაც დაჭრილი იწვა. უხუცესმა დაინახა იგი, მიუახლოვდა და ჰკითხა, რა დაგემართა ღვთისკაცო, რა მოგსვლია? დიდი ხანია აქ ხარ, არავინ შეგნიშნა. ორმა ბერმა ჩაიარა დილით, შველა ვთხოვე, მაგრამ ღამის თევაზე ეჩქარებოდათ. მე მოგეშველები, ნუ ღელავ, უთხრა უხუცესმა. ვერ შეძლებ, მოხუცი ხარ, ვერ ამწევ, ეს შეუძლებელია. არა, წაგიყვან, აქ ვერ დაგტოვებ. ხო, მაგრამ შენ ვერ ამწევ. დავიხრები და შენ მომეჭიდე, ნელ-ნელა მიგიყვან მახლობელ ხესთან. ცოტას დღეს, ცოტას ხვალ და მიგიყვან. დიდი ძალისხმევით მოიკიდა სნეული და მძიმე ტვირთით, გაჭირვებით
გაუყვა ქვიშას. ოფლის ნაკადულის დიოდა და ფიქრობდა, 3 დღეც რომ დამჭირდეს, მაინც მივიყვანო. უხუცესმა გზაში იგრძნო, რომ ტვირთი სულ უფრო და უფრო მსუბუქდებოდა და რაღაც მომენტში იგრძნო, რომ არაფერი ეკიდა. მაშინ უხუცესმა თავი მიაბრუნა, რათა ენახა თუ რა ხდებოდა და გაკვირვებულმა ზურგზე ანგელოზი იხილა, რომელმაც უთხრა: მე ღმერთმა გამოგზავნა, რათა გაუწყო, რომ შენი ორი მორჩილი ღვთისასუფევლის ღირსი არ არის, რადგან სიყვარული არა აქვთ. ღმერთი სიყვარულია და არა ჩვენი ცხოვრების უბრალო მაყურებელი. იგი ჩვენზე ფიქრობს და როგორც მამა ჩვენთვის ზრუნავს, მაგრამ უფალი ჩვენს თავისუფალ ნებასაც პატივს ცემს. ადამიანი ზეცაში ეძიებს სიხარულს და ბედნიერებას. იგი ყველასგან და ყველაფრისგან შორს ეძებს მარადიულს. მას ღმერთში სურს სიხარულის პოვნა. ღმერთი საიდუმლოა, მდუმარებაა, იგი უსაზღვროა და ყველაფერია. სული ზეცისადმი სწრაფვა მთელ სამყაროს გააჩნია. ყველა რაღაც ზეციურს ეძებს. ყოველივე არსებული მისკენ არის მიმართული, თუნდ გაუცნობიერებლადაც. გამუდმებით ზეცას აღაპყარით გონება, ლოცვა ღმერთთან საუბარი შეიყვარეთ. ყველაფერი სიყვარულში მდგომარეობს, ღმრთის მოშურნეობაში, ქრისტეს სიყვარულში. ქრისტეს სიყვარულის ღირსნი უნდა შეიქმნეთ, რათა წყვდიათში არ ცხოვრობდეთ. ლოცვაში ჩაერთეთ, თქვენ სულში ღვთიური ნათელი რომ შემოვიდეს და მაშინ თქვენი არსების სიღრმეში ქრისტე განცხადდება, სასუფეველი ღმრთისა შორის თქვენსა არს. ლოცვა მხოლოდ სული წმინდით აღესრულება, იგი ასწავლის სულს ლოცვას. რამე თუ რაიმცა იგი ვილოცეთ, ვითარ ჯერ არს არა ვიცით, არამედ თვით იგი სული მეოხარს ჩვენთვის, სულთქმითა მით უსიტყველითა. ჩვენ არავითარი ძალდატანება არ გვჭირდება. ღმერთს დაბალი მონებივით, ვედრებით და ლმობიერად უნდა მივმართოთ. მაშინ ჩვენი ლოცვა ღმერთსათნო ეყოფა. კრძალულად უნდა ვიდგეთ ჯვარცმასთან და ვევედრებოდეთ: უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. ამით ყველაფერია ნათქვამი. როდესაც ადამიანის გონება ლოცვაში წარემატება, მაშინ უმალ მოდის საღმრთო მადლი. ადამიანი მადლმოსილი ხდება და ყველაფერს სხვა თვალით ხედავს. ყველაფერი იმაში მდგომარეობს, რომ გიყვარდეთ ქრისტე, ლოცვა, კითხვა და საღმრთო მზრახველობა. ავიღოთ მილიონი და დავანაწილოთ იგი. ადამიანის ძალისხმევა მცდელობა მილიონის უმცირესი ნაწილია. ლოცვისთვის სული ლოცვითვე უნდა განემზადოს. ლოცვა ლოცვისთვის. უფალ იესო ქრისტესთან მიახლება, საღმრთოთა ზრახვა, კითხვა, გალობა, კანდელის ანთება, კმევა, ყველაფერი შესაფერის გარემოში უნდა სრულდებოდეს, რათა ყოველივე აღესრულებოდეს უბრალოდ განმარტებულითა გულითა. როდესაც საღვთისმსახურო ტექსტებს სიყვარულით ვკითხულობთ, თავადაც ვერ ვამჩნევთ, რომ წმინდანები ვხდებით. საღმრთო სიტყვები სიხარულს განგვაცდევინებს და ეს სიხარული ჩვენი გულმოდგინების შედეგია, რათა მსუბუქად შევიდეთ ლოცვის ატმოსფეროში და ჩვენი თქმით გავათბოთ ლოცვა. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ის, რაც უფალმა გვითხრა, რამე თუ თვინიერ ჩემსა, არარაი ძალგიც ყოფად არცა ერთი. უფალი თავად გვასწავლის ლოცვას. ჩვენით ვერ ვისწავლით ლოცვას და ვერც სხვა ვინმე გვასწავლის. ნუ ვიტყვით მე ამდენი და ამდენი მუხდრეკა შევასრულე და ახლა მადლი მომენიჭებაო. არამედ ვითხოვოთ, რომ ღვთის შემეცნების უხრწნელი ნათელი გაბრწყინდეს ჩვენში და აგვიხილოს სულიერი თვალები, რათა გულისხმავყოთ საღმრთო სიტყვები. ამგვარად ჩვენთვის მოულოდნელად და შეუმჩნევლად შეგვიყვარდება ღმერთი, ძალდატანებისა და ღვაწლის გარეშე. კაცთათვის შეუძლებელი, ღვთისათვის მეტად ადვილია. მადლი რომ გვეწევა, მაშინ უეცრად შევიყვარებთ ღმერთს.
უკვე თუ ძლიერ გვეყვარება ქრისტე, მაშინ ლოცვაც თავისთავად აღევლინება. მაშინ ქრისტე გამუდმებით იქნება ჩვენს გულსა და გონებაში. მაგრამ ამ მდგომარეობაში რომ დარჩე და ქრისტე არ დაკარგო, ქრისტესადმი საღმრთო მოშურნეობა აუცილებელია, რათა მგზნებარე და საღმრთო სიყვარული გქონდეს. სიყვარული ერთადერთს უზენაეს მიემართება. მოსიყვარულე ღმერთს უყვარს თავისი მოყვარული, ხოლო მოყვარული მოსიყვარულესთან შეერთებას ესწრაფვის. საღმრთო და სრული სიყვარულით უყვარს უფალს ადამიანი, ხოლო ადამიანის მოყვარული ღმერთი უანგაროა. ღმერთისადმი აღმატებული სიყვარული სამადლობელივით გამოიხატება. სიყვარული აუცილებელია ჩვენთვის. სიყვარული არა როგორც მოვალეობა, არამედ როგორც სასიცოცხლო მოთხოვნილება. ხშირად საჭიროებისთვის მივმართავთ ღმერთს მაშინ, როდესაც საყრდენი გვჭირდება, როდესაც ირგვლივ არაფერი გვაკმაყოფილებს და მარტოობას განვიცდით. ღმერთი ყველაფერია, ხშირად ამბობდა უხუცესი. ულოცველად ღმერთთან არაფერი არ ხდება. ლოცვა ყველა სათნოების დედაა. ოღონდ იგი ქრისტეს სიყვარულით და სიმდაბლით უნდა იყოს ახსილი და ეგოიზმისგან განწმენდილი. უფლის მიმართ ხელაღპრობილმა ილოცეთ, ეს წმიდათა საიდუმლოა. მათზე ღვთისმადლი გარდამოდიოდა, როგორც კი ხელს განიპყრობდნენ ეკლესიის მამები. ისინი ყველაზე მოქმედ ლოცვად იესოს ლოცვას თვლიდნენ. უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. ლოცვა სულიერი ცხოვრების გასაღებია. ლოცვას ვერავინ ვერ გასწავლით, ვერც წიგნები, ვერც უხუცესი, ვერავინ. ერთადერთი მასწავლებელი ღვთისმადლია. მე რომ ვცადო თაფლის სიტყვება გადმოგცეთ და გითხრათ, რომ იგი ტკბილია და სხვა მისი თვისებებიც რომ გითხრათ, თქვენ მაინც ვერ გაიგებთ ამას, სანამ თავად არ დააგემოვნებთ. ლოცვაც ასევეა, რომ გადმოგცეთ თუ როგორია ლოცვა, რას გრძნობთ და სხვა, ამას ვერ გაიგებთ და ვერც ილოცებთ სული წმინდის შეწევნის გარეშე. მხოლოდ სული წმინდას, მხოლოდ ღვთისმადლს შეუძლია ლოცვის შთაგონება. ლოცვის აღსრულება რთული არაა, მაგრამ სწორად ლოცვას ვერ შეძლებთ, რადგან ამას ჩვენში არსებული ძველი კაცი ეწინააღმდეგება. უკვე თუ მადლის გარემოში არ შეხვალთ, ისე ვერ შეძლებთ ლოცვას. თქვენ ხომ საწყენის სიტყვა უმალ გაბრაზებთ, ხოლო კეთილი სიტყვა მაშინვე გახარებთ და გაბრწყინებთ, ხომ ასეა? ამით ჩანს, რომ მზად არ ხართ, რომ საჭირო პირობები არ გაგაჩნიათ. ღვთისმადლის მოსასვლელად წინაპირობებია საჭირო, სიყვარული და სიმდაბლე. სხვაგვარად წინააღმდეგობა წარმოიშობა. ასეთ სულიერ განწყობაში შესვლა მორჩილებით უნდა დაიწყოთ. დასაწყისში მორჩილებას უნდა შეუდგეთ, რათა სიმდაბლე მოვიდეს. თქვენ სიმდაბლეს რომ იხილავს უფალი, საღმრთო მადლს გარდამოავლენს, ხოლო შემდეგ ლოცვა თავად მოდის ძალდაუტანებლად. თუ მორჩილებას არ აღასრულებთ და სიმდაბლეც არ გაგაჩნიათ, მაშინ არც ლოცვა გექნებათ, არამედ ხიბლის საშიშროებაც კი წარმოიქმნება. ნელა მშვიდად, მსუბუქად განემზადეთ და გონებაში აუჩქარებლად აღასრულეთ ლოცვა, ხოლო რაც გონებაშია, ის გულშიცაა. მონასტერში მოსწრაფებით ლოცვის კითხვა უჯეროა, ამბობდა ხოლმე უხუცესი პორფირი. არ შეიძლება ლოცვის სიტყვების ჩაყლაპვა, ან უფალო შემიწყალენის ერთ სიტყვად წარმოთქმა. არც 50 ფსალმუნის ან სხვა ნებისმიერი ლოცვის აჩქარებით კითხვა არის მართებული. როდესაც სიტყვები ჩვენი ბაგეებიდან მთიდან მოსხლეტილი ღვართქაფის მსგავსად მოედინებიან, რადგან სასვენი ნიშნების გრძნობისა და აზრის გარეშე ეს სიტყვები უნაყოფო და არასაჭირო გახდებიან.